იყო და არა იყო რა. იყო ერთი უცნობი ძველი ბერძენი. ის იჯდა, აკვირდებოდა სამყაროს და თან ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, რომ ხან წვიმს, ხან ელავს, ხან მზე ამოდის. ამ ყველაფერს მან სახელი დაარქვა და ღმერთებს მიაწერა. წვიმა იქნება ჭექა-კუხილი თუ მზე, თითოეულს რომელიღაც ღმერთი უვლენს ადამიანს. მაგრამ მერე მან მზერა საკუთარ თავზე გადმოიტანა და გაოგნდა. მან შეამჩნია უცნაური რამ. რატომ არის რომ მე და ჩემი მეგობარი ერთსა და იმავე ამბავს სხვადასხვანაირად ვხედავთ? რატომ მეშინია მე იმის, რაც მას აცინებს? რატომ ვარ მე ასეთი, ის ისეთი? რა არის ის რაღაც, რაც ჩვენს შორის განსხვავებებს აჩენს? რატომ ვარ მე და ის? აქ დაიბადა პირველი დიდი კითხვები. საიდან მოდის ფიქრი? გულიდან, ან იქნებ სისხლიდან? რა გვამოძრავებს? რაღაც უხილავი ორთქლი თუ შინაგანი ძალა? რატომ ვხედავთ სიზმრებს? იქნებ ეს სხვა სამყაროში მოგზაურობა? ზუსტი პასუხი ამ კითხვებზე არავის არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდათ სურვილი, გაეგოთ საკუთარ თავზე რაც შეიძლება მეტი. ის რომ წვიმას წვიმა დაერქვა და მზეს მზე, უკვე აღარ იყო საკმარისი. სახელი სჭირდებოდა ადამიანში არსებულ უხილავ და ამოუცნობ მამოძრავებელ ძალასაც. ამ ძალას მათ ფსიქე დაარქვეს. სიტყვა ფსიქე ძველ საბერძნეთში სულს ნიშნავდა. სულიერი არსება ცოცხალია, სიცოცხლე კი დაკავშირებულია სუნთქვასთან. ვიდრე ადამიანი სუნთქავს, ის ცოცხალია, ფიქრობს და გრძნობს. როგორც კი სუნთქვა წდება, ფსიქე, ანუ სული ტოვებს სხეულს. ასეთი იყო მათი წარმოდგენა და ასე დაიბადა სწავლება სულის შესახებ. ოღონდ არა როგორც რელიგია, არამედ როგორც მცდელობა, აეხსნათ ადამიანის შინაგანი ძრავა. გავიდა ხანი. ადამიანმა დაინახა, რომ რაც არ უნდა იყოს ფსიქე, ის მჭიდროდ უკავშირდება სხეულს. გაბრაზებული ადამიანი სხვანაირად გამოიყურება. მშვიდი კი სხვანაირად. მართალია ამ ადამიანების სულს ვერ ვხედავთ, მაგრამ ვხედავთ, რომ როცა სული მშვიდია, სხეულიც მშვიდია, ხოლო როცა სული შფოთავს, სხეულიც დაძაბული ხდება. ეს ყველაფერი მათ ჩვენს სხეულში არსებული სითხეებით ახსნეს. მაგალითად, თუ ბევრი ნაღველი გაქვს, ბრაზიანი ხარ. ეს იყო პირველი მცდელობა ქცევა ბიოლოგიისთვის დაეკავშირებინათ. მაგრამ ასეთი დასკვნა ბევრს არაფერს გვაძლევდა. ადამიანს ჯერ კიდევ არ ჰქონდა პასუხი იმაზე, თუ საიდან მოდიოდნენ ეს სითხეები, ან საერთოდ, რატომ განსხვავდებოდა ერთი ადამიანი მეორისგან. ნამდვილი გარდატეხა მოხდა მაშინ, როცა გაჩნდა იდეა, კმარა ვარაუდები, მოდი შევამოწმოთ. გადაწყდა ქცევის გაზომვა, ისევე როგორც იზომება სიგრძე თუ სიმაღლე. აშკარად ჩანდა, რომ როდესაც ხელს აკანს ეხები, ხელი სწრაფად იწევა უკან. ეს კი დაკვირვებადია. ქცევა, რომელსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, შემდეგ კი გავზომოთ, გახდა ახალი შესასწავლი ობიექტი. ადამიანი ზომავდა ყველაფერს. რა დრო დასჭირდებოდა კონკრეტული ქცევის შესრულებას, როგორ შეიცვლებოდა ადამიანის სახის გამომეტყველება, სხეულის ენა თუ საუბრის მანერა სხვადასხვა პირობებში და ასე შემდეგ. ამით ადამიანის ქცევათა შესწავლამ ვარაუდებიდან გადაინაცვლა ზუსტ მონაცემებამდე, რამაც საფუძველი ჩაუყარა ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დაბადებას. თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ არსებობს სხვა პრობლემაც. მხოლოდ ქცევები ყველაფერს არ ამბობენ. მთავარი ისაა, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს, რას ფიქრობს, რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ასე ხილული და უხილავი ერთ ჭერქვეშ გაერთიანდა და შესწავლის საგნად იქცა ადამიანის როგორც გარეგანი, დაკვირვებადი ქცევები, ისე ფარული შინაგანი პროცესები. ჩვენ ვხედავთ ქცევას, მაგრამ ვერ ვხედავთ ფიქრს, რაც ამ ქცევას უძღოდა წინ. ხილულიც და უხილავიც ერთი მთლიანობის, ადამიანის სულის გამოვლინება იყო, ამიტომ საჭირო გახდა თითოეული მათგანის შესწავლა. ფსიქეს, ანუ სულს დაემატა ლოგოსი, ანუ მოძღვრება, სიტყვა, რითიც მივიღეთ ფსიქოლოგია, მოძღვრება სულის შესახებ. ძველბერძნული შეხედულებებისგან განსხვავებით,
დღეს ფსიქოლოგია აღარ ჰგავს უბრალო ფილოსოფიურ საუბრებს. ის ჰგავს რთულ ლაბორატორიას, სადაც მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როგორ გარდაიქმნება უხილავი ფიქრი ხილულ მოქმედებად. ფსიქოლოგიის თანამედროვე განმარტებაც სწორედ ესაა. ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის შინაგან სამყაროს, ანუ ფსიქიკას და მის გარეგან გამოვლინებას, ქცევას. დღეს ფსიქოლოგები ახალი ცოდნის შესაქმნელად აღარ მარჩიელობენ. ისინი იყენებენ მეცნიერულ მეთოდს, ატარებენ ექსპერიმენტებს, ზომავენ შედეგებს და ეყრდნობიან ფაქტებს. ფსიქოლოგიის დაკვირვების ორი უმთავრესი ობიექტი არის ხილული ქცევა და უხილავი ფსიქიკური პროცესები. ხილული ქცევა აერთიანებს ყველა ისეთ ქცევას, რომლის დანახვაც შეგვიძლია. მაგალითად, ვიღაც დარბის, ვიღაც ისინის, ვიღაც კარს აჯახუნებს, ვიღაც ცეკვავს ან მღერის. ყველაფერი ამის დანახვა გარედან დაკვირვებით შეიძლება. რაც შეეხება უხილავ ფსიქიკურ პროცესებს, ეს არის ის, რაც ხდება ადამიანის შიგნით. შესაბამისად გარედან მას ვერავინ ვერ დაინახავს. როცა რაღაც ის გეშინია, რამეზე ნერვიულობ, ოცნებობ, ფიქრობ, გიხარია, გწყინს ან გეჩვენება, ეს იცი მხოლოდ შენ. რა თქმა უნდა, ვიღაც შეიძლება დაგაკვირდეს და შეგამჩნიოს, რომ შეშინებული ხარ. მაგრამ ის ვერ ხედავს თავად შიშს, ვერ ხედავს კონკრეტულად რას, რატომ და როგორ ფიქრობ. საიდან გაგიჩნდა შიში ან რამდენად დიდია ის. რაც გარედან ჩანს, არის უხილავის შინაგანის გამოვლინება. თავისთავად შიში არ ჩანს, მაგრამ შიში გაიძულებს შეცვალო ქცევა. აი ამ ქცევას უყურებენ ისინი. როგორც შეამჩნიეთ, უხილავი და ხილული არ დგანან ცალ-ცალკე. თითოეული მათგანი გავლენას ახდენს მეორეზე. თუ დაინახავ ადამიანს, რომელიც ნაყინს ყიდულობს, მის ქცევაში გამოჩნდება თუ როგორ მიდის გამყიდველთან, აწვდის ფულს და ართმევს ნაყინს. მაგრამ არ გამოჩნდება რა ხდება მის შიგნით. იქნებ ქუჩაში მიმავალს უცბად გაახსენდა შოკოლადის გემო და ცდუნებას ვერ გაუძლო. იქნებ თავიდანვე იცოდა რის ყიდვას აპირებდა. იქნებ ვიღაცამ გამოგზავნა და თავად სულ არ უყვარს ნაყინი. ჩვენ ეს არ ვიცით. ფსიქოლოგია კი სწორედ ამის გაგებას ცდილობს. მისი ამოცანა დაინახოს ის, რაც ჩანს და დაინახოს ის, რაც არ ჩანს. ამ სერიის მომდევნო ვიდეოში გავაგრძელებთ ფსიქოლოგიის შესახებ საუბარს და განვიხილავთ იმას, თუ რა მიზნები აქვს ფსიქოლოგიას და როგორ ახერხებს მათ მიღწევას. თუ მოგეწონათ ვიდეო და გსურთ არხის განვითარებაში თქვენი წვლილის შეტანა, გთხოვთ გამოიწეროთ მესამე ნიღაბი და გაუზიაროთ სხვებსაც. ნახვამდის.